დავბრუნდით ისევ ეთერში, ისევ სტუმრებთან ერთად და რა თქმა უნდა წიგნების გარშემო ვტრიალებთ. ოღონდ ამჯერად უკვე უნდა განვიხილოთ წიგნები, რომელშიც დასურათებას არანაკლები მნიშვნელობა აქვს ტექსტთან ერთად. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები თემასთან დაკავშირებით არიან ოთარ ყარალაშვილი, წიგნის ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელი, ნათია მიქელაძე, გოეთეს ინსტიტუტის კულტურული პროგრამების მენეჯერი და ნინო გოგინაშვილი, წიგნის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი. პირველ რიგში დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. საქმე იმაშია რომ კონკურსი გამოცხადდა და იმედია წარმატებული იქნება და ისეთი შედეგით დასრულდება როგორიც გსურთ. და კონკურსი იმართება გოეთეს ინსტიტუტის და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მონაწილეობით ასევე. საინტერესოა ზოგადად რატო გახდა საჭირო რომ კონკურსი გამოგვეცხადებინა მსგავსი დასურათებული წიგნის გამოსავლენად ასე ვთქვათ და მისაღებად. თუნდაც აღინიშნოს რომ ამ საქმეში შეიძლება ასე ითქვას პირდაპირ თავარი არის წიგნის ხელოვნების ცენტრი, ხო? რომელმაც იდეა ეკუთვნა და სწორედ წიგნის ხელოვნების იდეა კი, მაგრამ საბავშვო სურათებიანი წიგნის კონკურსი. კონკურსის იდეა ძალიან მარტივია. როდესაც ქვეყანაში პატარა ბაზარია, როდესაც დიდი ხანია რაღაცეები არ განვითარებულა და ამავე დროს არის ძალიან ბევრი ახალგაზრდა ძალიან დიდი შემოქმედებითი პოტენციალის მატარებელი, ამას ჭირდება წახალისება. საქმე ის არის, რომ დარწმუნებული ვარ, ვიცი უბრალოდ გამოცდილებით, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა, მხატვარი, ავტორი, უბრალოდ ნიჭიერი ადამიანი არის, ვისაც თავში არ მოსდის დაიწყოს რაღაცის კეთება. მაგრამ როდესაც ესეთი კონკურსები ცხადდება, ეს ქმნის სტიმულს. თვითონ კონკურსი რომ გითხრათ, იმიტომ რომ მაყურებელმა ალბათ არ იცის რაზეა ლაპარაკი, საქმე შეეხება სურათებიანი წიგნის პროექტების ან იდეების კონკურსს. ანუ ამ კონკურსში მონაწილეობს არა დასრულებული და გამოცემული სურათებიანი წიგნები, არამედ ადამიანები, რომელთაც ესეთი იდეა აქვთ, ამის გაკეთება უნდათ. ზოგ შემთხვევაში კარგად იციან როგორ უნდა გააკეთონ ესა, ზოგ შემთხვევაში სად კარგად არ იციან, მაგრამ უნდათ. ჩვენ ვთხოვთ მათ რომ მოიტანონ მასალა. ეს მასალა არის რამოდენიმე ილუსტრაცია, რომ ვიცოდეთ ვიზუალურად რა იქნება. სინოფსისი, ანუ ამბის მოკლე აღწერა შინაარსის ამ წიგნის. რომ წარმოდგენა გქონდეს რას ფიქრობს მომავალი ავტორი, ან ავტორები შეიძლება ჯგუფებიც იყვნენ, თქვათ ავტორი, ილუსტრატორი ერთად, ან რამდენიმე ილუსტრატორი ერთად მუშაობდეს, ან დიდი ჯგუფი შეიძლება იყოს. ეს უკვე გადასაწყვეტია. და ამის საფუძველზე ძალიან ავტორიტეტული საერთაშორისო ჟიური, ესენი არიან სოფლიოში წამყვანი სპეციალისტები, გამომცემლები, კრიტიკოსები, თეორეტიკოსები საბავშვო ლიტერატურის და რაც თავარია ვარსკვლავი ილუსტრატორები, აი ესეთი. თქვათ რაღაც ძალიან სერიოზული ვარსკვლავი. მაგალითად ერთი თქვათ. იცი, იმედი გვაქვს რომ ამაში მიიღებს მაგალითად შარშანდელი ბოლონის პრემიის მფლობელი იქნება ჟურის წევრი. წინასწარი შეთანხმება გვაქვს. ასევე თქვათ გვაქვს შეთანხმება ბოლონიის ნამის კონკურსის ხა ეს ძალიან დიდი ანუ გარდა ამათი ჟურის ფულადი პრიზისა რამხელა შანსია ეს ილუსტრატორებისთვის რომ აი ამ ადამიანებთან მოუწევთ თქვათ ისინი ნახავენ მათ ნამუშევრებს. თავარი ამაში არის რა რომ ეს ყველაფერი მიბმული არის თბილისის წიგნის დღეებზე რომელსაც ჩვენ ვატარებთ მეორეჯერ უკვე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით. ეს ტარდება ექსპო ჯორჯიაზე, ექსპო ჯორჯიასთან პარტნიორობთ და დიდი ფესტივალი იქნება. ამ ფესტივალზე ასევე ჩვენ ყავს ჩამოყვანილი მართლა ელიტა, როგორც შემოქმედებითი, ისევე საგამომცემლო, ისევე ასე ვთქვათ, აი ინსტიტუციური და ესენი ყველანი ამას ნახავენ.
და ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებისთვისაც, იმიტომ რომ ხანდახან მგონია მშობელი ვერ აღიქვამს რამდენად სათანადოდ ვერ აღიქვამს რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის სურათებიანი წიგნი, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ბავშვი მშობელთან ერთად კითხულობს, დედა უკითხავს, ან მამა უკითხავს, ბავშვი კი ათვალიერებს და თან უსმენს. შესაბამისად, ეს არის ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელი რამ იმ კონკრეტული ასაკობრივი ეტაპისთვის. გოეთეს ინსტიტუტი საინტერესოა, რა ფორმით ჩაერთო, რატომ გახდა თქვენთვის საინტერესო ამ პროექტში ჩართვა? ძალიან მოკლედ ვიტყვი, ჩვენ გოეთეს ინსტიტუტი ამ შემთხვევაში წარმოადგენს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ პროექტს, რადგანაც უკვე 2 წელია, რაც საკმაოდ სოლიდური დიდი თანხები გამოიყოფა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, როგორც არის უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, პროექტებისთვის კონკურსია ცხადია, ჩვენ ეს კონკურსში შევიტანეთ ეს პროექტი, სადაც ხელი ეწყობა დემოკრატიის, ასე ვთქვათ, განმტკიცებას და ჩვენი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ საბავშვო და სახელმწიფო ლიტერატურა და წიგნები იმისთვის, რომ საფუძველი ჩაეყაროს ამ დემოკრატიულ პროცესებს, რადგან როცა ბავშვი ამას რაღაც აღიქვნა, ბავშვობიდან ეჩვევა, კიდევ ერთი რამით აი ხშირად არის რომ ეს ევროპული ფულები ეხარჯება ხოლმე რაღაცა გაურკვეველ კონგრესებზე, კონფერენციებზე, ნუ უფრო შედეგი ნაკლებად მოყვება. კი, რაღაც ერთი კვირის განმავლობაში უამრავი ხალხი მსჯელობს რაღაც საკითხებზე, მაგრამ მე აი თითქოს რაღაც შედეგი არ არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო რომ ასეთი პროექტი როგორც არის წიგნის დღეები, რომელიც მართლაც და იდეა ეკუთვნის წიგნის ხელოვნების ცენტრს ოთარ ყარალაშვილს და უკვე ექსპო ჯორჯიასთან ერთად თანამშრომლობით შაშან და კულტურის სამინისტროსა და წიგნის ეროვნულ ცენტრთან ერთად განხორციელდა ერთი ეს ფესტივალი, ეს იყო პირველი ისე ვთქვათ ცდა და წელს უკვე მეორეჯერ დაფინანსდა საკმაოდ დიდი თანხით ეს პროექტი. ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ კონკურსში მონაწილე ადამიანები რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს იმისთვის რომ მონაწილეობა მიიღონ, თუმცა ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრს ძალიან დიდი მისია აქვს საკუთარ თავზე აღებული, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ის ქართული წიგნების პოპულარიზაციას ეწევა შემდეგ საქართველოს ფარგლებს გარეთ. შეიძლება ეს სწორება ამ შემთხვევაშიც ასეა, შეიძლება რომ აი კონკურსში გამარჯვებული წიგნების შემდეგ უკვე გასცეს საქართველოს ფარგლებს გარეთ. რასაკვირველია შეიძლება და პირველ რიგში მინდა აღვნიშნო რომ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისთვის მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზანი ჩვენი ცენტრის საქმიანობის არის სწორედ ქართული ლიტერატურის საზღვარგარეთ პოპულარიზაცია, ქართული ავტორების საერთაშორისო პლატფორმაზე წარმოჩენის ხელშეწყობა. აი ამ მიზნებიდან გამომდინარე, ჩვენ შარშან დიდი სიამოვნებით ჩავერთეთ თბილისის წიგნის დღეების საერთაშორისო ფესტივალის მხარდამჭერის სტატუსით აი ამ ფესტივალში და შარშან ჩვენი ცენტრის მხარდაჭერით სწორედ ეს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ავტორიტეტული პიროვნება იყო ჩამოსული, რომლებიც მათ გამართეს შეხვედრები ქართულ ილუსტრატორებთან სამუშაო გარემოში და ეს იყო ასე ვთქვათ გაგრძელება იმ პროექტის, კი, დაწყებული პროექტის, რასაც ახორციელებს წიგნის ხელოვნების ცენტრი ბატონი თორყალაშვილი თავის სტუდენტებთან ერთად და უკვე შემდგომ წელს 2015 წელს აპრილში, მარტის ბოლოს აპრილში ჩვენ ცენტრის მხარდაჭერით ასევე ოთარ ყარალაშვილი თავის რამდენიმე სტუდენტთან ერთად იყო ჩვენი მხარდაჭერით გაემგზავრა ბოლონის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, რომელიც არის საბავშვო წიგნის ლიტერატურის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი მოვლენა, ასე ვთქვათ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს კოლექტიური, ასე ვთქვათ, ეროვნული სტენდით იყო წარმოდგენილი ბოლონის საბავშვო წიგნის ბაზრობაზე და ჩვენ ნახეთ რა შედეგი აქვს აი ამ ურთიერთობას, ეს არის ცოცხალი პროცესი. ჩვენ ნახეთ როგორი დაინტერესება არის ქართველი ილუსტრატორების ნამუშევრების მიმართ. რასაკვირველია, ეს არის დასაწყისი, ეს არის საბოლოო მიზანი და მიზანი. და რა კარგები არიან ქართველი ილუსტრატორები, ძალიან კარგები არიან სტუდენტები, მე ახსოვანებული ვარ. ფანტასტიკური შედეგი იყო, სრულიად გამაოგნებელი შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ბაზრობაზე 4 დღის განმავლობაში ფაქტობრივად არ წყდებოდა ინტერესი უცხოელი გამომცემლების, უცხოელი კრიტიკოსების, ილუსტრატორების მხრიდან ჩვენი ქართული ილუსტრატორების ნამუშევრების მიმართ. სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი ოთარის ერთ-ერთი აღზრდილი, ასე ვთქვათ, სტუდენტის ანა ჩუბინიძის ნამუშევრით იყო გაფორმებული მთლიანად ჩვენი ეროვნული სტენდი ამ შემთხვევაში და ამ სტენდსაც ძალიან დიდი წარმატება ხვდა წილად. გამორჩეული იყო ყველა სხვა სტენდი. ძალიან გამორჩეული იყო, თავისუფლად შეიძლება ამის თქმა და მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის აი ესეთი პროექტების ხელშეწყობა და მხარდაჭერა. რასაკვირველია, წელს არც დავფიქრებულ ვართ, როდესაც შემოგთავაზეს აი ისევ მხარდაჭერა აი ამ პროექტის, ამ თბილისის წიგნის დღეები, საერთაშორისო ფესტივალს გულისხმობ და უფრო კონკრეტულად კონკურსის მხარდაჭერა და მიგვაჩნია რომ კონკურსი ნამდვილად არის ძალიან მნიშვნელოვანი მოტივატორი.
ერთი არის, როდესაც უკვე როგორც წიგნების შემთხვევაში უმეტესად ხდება ხოლმე მართლაც აი ესე უკვე დასრულებული პროდუქტის ან გამოცემული წიგნის საერთაშორისო პლატფორმაზე წარდგენა, იქ ხელშეწყობა, იქ ავტორის გაყვანა, ასე ვთქვათ, სხვადასხვა საერთაშორისო სალიტერატურო ასპარეზზე, მაგრამ ეს არის უნიკალური შემთხვევა, ჩვენ აქ პირველად გვაქვს ესეთი შემთხვევა, როდესაც პროექტზე ცხადდება, ანუ იდეაზე არის კონკურსი გამოცხადებული, რაც აბსოლუტურად თანაბარ მდგომარეობაში აყენებს, თქვათ, ალბათ შეიძლება ესე ითქვას, რომ როგორც დამწყებ ილუსტრატორს და ავტორს ასევე უკვე გამოსცილს, იმიტომ რომ ყველასთვის არის ეს ხელმისაწვდომი. ავტორები რამდენად მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში, ანუ ტექსტი რამდენად გადამწყვეტია პროექტის შერჩევის. საერთოდ დეტალურად რო ვთქვათ, აი სიტყვაზე მე ვარ საბავშვო მწერალი, მინდა მივიღო მონაწილეობა ამ პროექტში. პოულობ ილუსტრატორს და ვიღებ მონაწილეობას. თუ შეუძლია თქვათ ილუსტრატორმა თქვათ ილუსტრატორ შეუძლია აიღოს ნაცარქექია და ნაცარქექიას ილუსტრაციების შემთხვევაში როგორ ხდება დეტალებზე რომ იდეა არის ასეთი რომ თავისთავად სურათებიანი წიგნი ერთიანი პროდუქტია, ანუ იქ ილუსტრაცია და ტექსტი ერთობლიობაში ყვება, ანუ გადმოსცემს რაღაცა შინაარსს. ესეთ შინაარსი შეიძლება გაუჩნდეს მარტო ერთ ადამიანს და მანვე მოიფიქროს ყველაფერი. შეიძლება იყოს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ ერთად რაღაც გააკეთონ. ან თუ თქვათ ილუსტრატორს უნდა რაღაცა კონკრეტული რაღაცის დასურათება, მაშინ ბუნებრივია ავტორს უნდა შეუთანხმდეს, ანუ საავტორო უფლება უნდა იყოს დაცული და მაშინ ერთად უნდა მიიღონ მონაწილეობა. თავარი მანდ არის რა, რომ ამის შემდეგ რა მოხდება, ეს არის მნიშვნელოვანი. ამის შემდეგ ხდება ესეთი რაღაცა, რომ ის რაც ეხა ბოლონია მართლაც სამნიშნელოვანი იყო და ძალიან წაგწია წინ უცებ. იმიტომ რომ მაშინვე გაიზარდა რენომე და ძალიან ბევრი ადამიანი მზად არის ჩვენთან სათანამშრომლო. და ესენი არიან მსოფლიო ელიტა მართლა. ილუსტრატორებისაც, გამომცემლები, რედაქტორები, სპეციალისტები, ისინი შანსი გვეძლევა რომ ამ ოჯახში, ამ დიდ ოჯახში, რადგან თქვენ საუბრობთ, ჩავეწეროთ? არა მარტო, ჩვენ შანსი გვეძლევა რომ გავხდეთ სერიოზული ცენტრი ამ სფეროში. მართლა. მაგრამ საქმე მთავარი რა არის? მთავარი ის არის რომ მთელი ეს ხალხი არა მარტო მზად არის, არამედ მოწყურებულია, რომ დაგვეხმარონ იმაში, რომ აი ამ იდეებიდან როდესაც გიშდება საბავშვო წიგნის იდეა, იმის მიყვანა ისეთ პროდუქტამდე, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე იქნება რელევანტური. ხო? ან კონკურენტუნარიანი, რთული პროცესია. ამაში ერთვება დიზაინერი, რედაქტორი, გამომცემელი, მარკეტოლოგი, ხო, ერთი დიდი ჯაჭვი. ძალიან გზელი ჯაჭვი. ამას ჭირდება ბაზრის ცოდნა, ამას ჭირდება ასაკობრივი ფსიქოლოგიის ცოდნა. ძალიან ბევრი უნდა გათვალო ბევრი რაღაც. და თან ეს კიდევ სხვადასხვა ქვეყანაში, საფრანგეთში სხვა არის, გერმანიაში სხვა არის, იტალიაში სხვა არის. და ის ხალხი, ვინც მზად არის, რომ ამაში დაგვეხმაროს, ეს ხალხი იქნება არა მარტო ამ კონკურსის გამარჯვებულების, არამედ მისი ყველა მონაწილის განკარგულებაში. ანუ ჩვენ ამ ხალხს ჩამოვიყვანთ და ისინი დაეხმარებიან ამ ხალხს იმაში, რომ აი ეს თავისი იდეა მიიყვანონ ისეთ რაღაცამდე. და ამის შემდეგ არა მარტო იმედი გვაქვს, დარწმუნებული ვართ, რომ ისევ წიგნის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, ამას შემდეგ, როდესაც აი ამ დონემდე მივა, წავიღეთ პოლონიაში, წავიღეთ ფრანკფურტში. გასაკვირველი ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ საბოლოოდ ანუ ეს პროექტი, რომელიც რამდენიმე კომპონენტისგან და შედგება და რამდენიმე ეტაპიანი, ასე ვთქვათ, საბოლოოდ მიზანი მაინც ის არის, რომ წიგნი უკვე გამოცემული წიგნი, როგორც პროდუქტი მოხვდეს უცხოურ ბაზარზე, ასე ვთქვათ, და მივიდეს უცხოელ მკითხველამდე. მოკლედ გადასარევი შანსია ქართველი ილუსტრატორებისთვის და ავტორებისთვის და მე მგონია რომ გამოიყენებენ ამ შანსს, იმიტომ რომ აქვთ ამის პოტენციალი ნამდვილად. და ჩვენს ბავშვებს ექნებათ კარგი ხარისხენი დასურათებული წიგნი. და ერთი რამე მინდა ვთქვა, აუცილებლად ვერასოდეს ვერ ვასწრებ ხოლმე რომ ვთქვა. კი ბატონო. მე მინდა გამოვხატო უდიდესი მადლიერება და სიყვარული ჩემი გუნდის წევრების მიმართ. იმიტომ რომ ესენი არიან არაჩვეულებრივი ახალგაზრდები, არაჩვეულებრივი სულის მატარებლები. არაჩვეულებრივი სიყვარულის მატარებლები ერთმანეთის მიმართ, საქმის მიმართ და აი მათგან მოედინება რაღაც არაჩვეულებრივი ნაკადი სინათლის და სიხარულის.
და ეს სინათლე და სიხარული არის, რომელიც ახდენს დაბეჭდილებას გნებავთ ესე ვთქვათ. ხო, ეს ენერგია იგრძნობა, იმიტომ რომ გიждდებიან ამაზე. ამ ფრაზის შემდეგ ძალიან რთული ამ შეკითხვის დასმა, ვის დარჩება საავტორო უფლება, იმიტომ რომ გუნდურ მუშაობას ხაზი გაუსვით, მაგრამ საინტერესოა საავტორო უფლება ვის ეკუთვნის. საავტორო უფლება რჩება ავტორს. საავტორო უფლება ისეთი რამეა, რაც ვერასოდეს ვერ წაართმევს ვერავის და ჩვენი მიზანია არის, ანუ ჩვენ ვიქნებით ამ შემთხვევაში შუამავლები. ანუ ჩვენ ასე თუ ისე ვერ ყვევით კონტრაქტებშიც, იმაში ჩვენ ვეცდებით რომ ისეთ ხალხს გავაკავოთ, ანუ ფაქტიურად ჩვენ ვიქნებით აი რაღაც კონსულტანტები ამ სფეროში. ხშირად ამბობენ ხოლმე კონკურსზე რომ თავარია მონაწილეობა, იმიტომ რომ გამარჯვება შეიძლება ყოველთვის ვერ გაიმარჯვა, მაგრამ გული არ დაგწყვეს, მაგრამ ეს უბრალოდ ეს შემთხვევა მე მგონი, იმიტომ რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, მარტო გამარჯვებულისთვის და იმ ერთი ადამიანისთვის არ იქნება ეს არა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, ვის პროექტებსაც განვავითარებთ, ვისაც და ხო. და ის ქვეყანაში შეიქმნება ეს პროდუქცია და აქ ადგილზე იქნება და აქ ადგილზე არის ადამიანები დაკავებული. მგონი ძალიან მნიშვნელოვანია ეს შენი ინტერესიც არის, რომ ახალგაზრდები აქ ამ ქვეყანაში იყვნენ დასაქმებული. ძალიან დიდი მადლობა ამ სტუდიაში მობრძანებისთვის, წარმატებებისთვის. მე მგონი ყველას დაგვაქვს საერთოდ აღარ გვაქვს. საპრიზო ფონდი ვთარ. ხო, საპრიზო ფონდი თქვენია და ამიტომ მოტივატორი. არა, ანუ ეს გამარჯვება მონაწილეობა რა თქმა უნდა, როგორც 1000 ლარი, მეორე ადგილი 2000 ლარი, მესამე ადგილი 3000 ლარი. ანუ საპრიზო ფონდით საკმაოდ დამბეჭდა აჭღერს. დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. ასეთი იყო დღევანდელი ხუთშაბათი. ერთმანეთს რა თქმა უნდა ხვალ შევხვდებით. ალექსონ ერთი კვირით გემშვიდობები. ნახვამდის. ნახვამდის.